პრემიერ-მინისტრმა მე-16 დაბალი რისკის პენტენციური დაწესებულება გახსნა რამდენიმე წუთში ქრონიკაში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას ცხლის ნახევარზე ახალ ამბებს სოფლებს ერთვაზე გაგაცნობთ. დღეს რუსთავში პრემიერ-მინისტრმა მე-16 დაბალი რისკის პენტენციური დაწესებულება გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრებმა ოფიციალურ ცერემონიამდე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო ნაწილი, სპორტული დარბაზი, სამრეცხაო სასჯრობი, სასადილო სასწავლო ცენტრი, ხანგრძლივი პაემნებისთვის განკუთვნილი კორპუსი და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. დაწესებულების რეკონსტრუქციის შედეგად გარემონტ და საცხოვრებელი კორპუსები, რომელშიც მოეწყო დასასვენებელი სივრცეების საშხაპები და სამრეცხაოები. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად სტანდარტის დაცვით თითოეულ მსჯავრდებულზე 4 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი გამოიყო. სართულებზე კი სოციალური სამსახურის სამუშაო ოთახები განთავსდა. დაწესებულების გახსნას ქვემო-ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდა. მე მართლაც აღთქმანებული ვარ. ნახულით რა ჩვენ ყველამ ერთად დავათვალიერეთ. ეს არის მართლაც ადამიანური საქმე. ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა არის ჩვენი ვალდებულება, რომ ყველას თანაბრად მოვეპყროთ. პატიმრებს ვიზრუნოთ მათზე. პრასტავარი რა თქმა უნდა ჩვენ სამართლიანად უნდა მოვექცეთ ყველას, კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველასთვის თავარი სახელმძღვანელო, მაგრამ ჩვენი მთავრობის თავარი მიდგომა არის ის, რომ ჩვენ არ გავიწყდება და ჩვენს პოლიტიკას ვაფუძნებთ სწორედ ღირსეულ ქმედებაზე, ღირსებაზე და ადამიანურობაზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სისტემა შევცვალეთ 180 გრადუსით მოვატრიალეთ ვექტორი უბრალოდ. ჩვენ მივეცით საშუალება მსჯავრდებულებს თავად აირჩიონ თავისი სასჯელის მოხდის პირობები. ეს იყო ჩემი ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი. მე ვისარგებლებ შემთხვევიდან მადლობას ვეთქვი ყველას იმას, ვინც გვერდში მედგა. ეს არის მართლაც რევოლუციური ესე ვთქვათ მოდელი. ეს არის აწყობილი ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყნების მოდელზე ორიენტირებული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძირეულად შეცვლის მთელ სისტემას საქართველოს პენტენციურ სისტემაში. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. გარეგანათების, გზების რეაბილიტაციის და სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის $1 მილიონ მეტი გამოყო. ადგილობრივი პროექტების განხორციელების პროცესზე ქრონიკის ჟურნალისტი თამთა ცირამო მოგიყვებათ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გრწანირში ამ დროისთვის 3 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით სოფელში უკვე დამონტაჟდა გარე განათებები, რომელზეც ბიუჯეტიდან 5,000 ლარი დაიხარჯა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იღობება და რეაბილიტაციის პროცესი უტარდება გიგანტის დასახლებაში არსებულ სასაფლაოს ტერიტორიას. შემოღობით სამუშაოებზე ბიუჯეტიდან 25,000 ლარია გამოყოფილი. სოფელ გრწანისის რწმუნებულის განცხადებით პროგრამის ფარგლებში წელს სოფლის მაცხოვრებლებს ახალი სატრაპეზო ექნებათ. მშენებლობაზე, რომელზეც 35,000 ლარია გამოყოფილი, მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარეობს სატრაპეზოს მშენებლობა სვანების უბანში, ზოვეტის აგარაკებზე გარეგანათება დამონტაჟდა და დაწყებულია გიგანტის დასახლებაში სასაფლაოების შემოღობა. ჩვენ ვატარებთ მოსახლეობასთან შეხვედრას სოფლის პროექტებთან დაკავშირებით. იქ ტარდება კრება, სადაც ხელმოწერთა დასტურებენ მოსახლეობა, რომ ნამდვილად მაგათ სურს და მათი პრიორიტეტი რაც არის მათ სოფელში. სასაფლაოების მოწესრიგება და შემოღობა პრიორიტეტული საკითხი აღმოჩნდა კუმისის მოსახლეობისთვისაც. ახალი კუმისისა და კუმისის სასაფლაოების შემოღობის ღირებულება ჯამში 11,300 ლარს შეადგენს. საქმის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოების დასრულებას მიმდინარე თვის ბოლომდე ვარაუდობენ. გადაწყდა მოსახლეობასთან შეხვედრით სასაფლაოს შემოღობა უკვე შემოღობილია. 18-ში უნდა ჩაბარდეს ესა. ახალ კუმისშიც იგივე სასაფლაოს შემოღობა, მაგრამ ის ჩასაბარებელი არ არის დამთავრებული 12 აგვისტომდე აქვს თვადა. გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვევნი ცოტაღაა დარჩენილი და იმასაც გვირდება, რომ აუცილებლად შეიღობება. მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის.
სოფელ თელეთში მოსახლეობისათვის პრიორიტეტულად მოსაგვარებელი საკითხი სოფლამდე მისასვლელი და ცენტრალური გზის რეაბილიტაცია აღმოჩნდა. Ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე ორმული დამუშავება მიმდინარეობს. სამუშაოები, რომლის დასრულებაც უახლოეს მომავალში იგეგმება 24,300 ლარზე მეტია განსაზღვრული. რადგან ნამდვილად ის დრო რომ გზა კეთდება, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილი არის ამ ყველაფრით. მინდა გითხრათ, დაახლოებით 23,000 ლარი იხარჯება ამ გზის შეკეთებაზე. ეს არის ქვემო თელეთის სოფლის მისასვლელი გზის ორმული დამუშავება. ხდება ასფალტის დამუშავება და უნდა გადაიღოს ახალი ასფალტი თელეთის სოფელ ქვემო თელეთის ბოლომდე. სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად მუხრან თელეთში, ახალწყალში, წყალსყურსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში განხორციელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ მუნიციპალიტეტში სულ 63 პროექტის განხორციელება იგეგმება. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. Ამ ეტაპზე სოფელ ახტაკლიაში შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 19,000-მდე ლარი გამოიყო. როგორც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, გზის საფარის მოწესრიგება რამდენიმე დღეში დასრულდება. მესამე საკითხი იყო სოფლის პროექტის გათვალისწინებული შიდა გზების გასწორება და რეაბილიტაცია მოხარშვა. და გაკეთებილა როგორ გასწორებული ხალხი კმაყოფილები არიან. იყო ორმოები და წვიმის დროს წყალი დგებოდა და აფერხებდა მანქანის მოძრაობასაც და ფეხით გადაადგილებასაც. და ეს გზა მოშანდაგდა 15,000 კვადრატული მეტრი. ახლა სამუშაოები ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის. ხვალ უნდა მოხდეს ამ ორმოების შევსება. მარნეულში მცხოვრები მოსწავლეები სექტემბრიდან სწავლას უკეთეს პირობებში შეძლებენ. განათლების სამინისტროს ინიციატივით მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 2015 წლიდან რამდენიმე სოფლის სკოლებში სახურავებისა და კარფანჯრების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის პირველი საჯარო სკოლის შენობა თავიდან აშენდება. წელს ძალიან კარგი წელი გვაქვს, ცვლიან სახურავს, მთლიანად შენობის აკეთებენ სარინელს, აგერ ხედავთ, ძალიან კარგად, ანუ სკოლას ექნება მთლიანად შეცვლილი ჭერი, მისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. გაგაცნობთ განცხადებას 17 ივლისს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდება 58,000 აბონენტს რუსთავში, კერძოდ ქალაქის საავადმყოფოს, ბავშვთა საავადმყოფოს, სამშობიარო, სამხარეო პოლიციას, წმინდა ნინოს ორს, გოგებაშვილის, გორის ნაწილს, ყაზბეგის ქუჩას, ჩიხებით, ვაჟა-ფშაველას, ლუწ-ნომრებს და მეორე გასასვლელს, მეგობრობის 1 და 27-ს, ლერმონტოვის, კიკვიძის, გურამიშვილის, ცურტაველის, თბილისის 2 და 26, 19, 11, 13, იაღლუჯის, ფიროსმანის 3 და 9, მშენებელთა 10, 26, 9 და 19, წერეთლის 2, 10, 1 და 7 ქუჩებს, სპორტის ჩიხის, შევჩენკოს, 9 ძმის, მარჯანიშვილის, თოდრის 3, 5, 7, 9 და პირველ ჩიხს, კლდიაშვილის 10, 12, 14, სანაპიროს 1 და 31, ლესელიძის 2, 28 და პირველ და მეორე გასასვლელ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დეპუტატი შაერ საფაროვი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონო სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 2,000 ლარი მოითხოვა. ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ახლა კი სპორტის სიახლეებს გავეცნოთ. რუსთავის 3-3-ზე კალათბურთის ბოლო შესარჩევ ტურს მასპინძლობს. ჩემპიონატი თბილისში 1 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა და საქართველოს 7 ქალაქი მოიცვა. რუსთავის ტურში მონაწილეობდნენ რუსთავის, მარნეულის და თბილისის გუნდები. ფინალური ეტაპი 18 ივლისს თბილისი მოლში იგეგმება. დასკვნით მატჩზე ევროპის საჩემპიონო თასს გამოფენენ, რომელიც ევროპის ქვეყნებში მაისის თვიდან მოგზაურობს. საქართველოც თასს სწორედ ამ დღეს უმასპინძლებს. გამარჯვებული გუნდები კი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატზე იტალიაში გაემგზავრებიან.
მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი 3-3-ზე კალათბურთში, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს ყველა რეგიონს, რომელიც არის ორგანიზებული კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ და სპორტის სამინისტროს დახმარებით. დღეს არის უკვე რუსთავში შესარჩევი ეტაპის ბოლო ეტაპი. 3-3-ზე ტურნირი ტარდება საქართველოს ფედერაციის ეგიდით და კაი წამოწყება არის, ყველა რეგიონი მოიცვა, რეგიონებიდან გამარჯვებული იასპარეზებს თბილისში საქართველოს ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად. თუ გაუმართლათ რუსთაველ კალათბურთელებს და გაიმარჯვა საქართველოს ჩემპიონატშიც, შემდეგ უკვე ევროპის შესარჩევი არის იტალიაში. 3-3 ტარდება ტურნირი დღეს რუსთავში და რავი ძალიან კარგი არის ეს გამოცდილებას იღებენ ბიჭები და ყველათვის გამარჯვებისთვის და რავი საინტერესო არის და სასიხარულო იქნება თუ ხშირად ჩატარდება ესეთი ტურნირები. საბერძნეთის პარლამენტმა ბრიუსელში ევროზონის ლიდერებსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმებას მხარე გავლენიანმა დეპუტატებმა დაუჭირეს, თუმცა ციპრასმა ყველა თანაპარტიელის დარწმუნება ვერ შეძლო. საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთისთვის გამოყოფილი 86 მილიარდი ევროს 5 წლის ვადით გამოყოფის სანაცვლოდ საკანონმდებლო ზომების მიღებას ითხოვს, რომელიც გადასახადების გაზრდასა და საპენსიო ასაკის მატებას ითვალისწინებს. საბერძნეთის პარლამენტში საერთაშორისო კრედიტორებთან გაფორმებული შეთანხმების კენჭისყრამ არეულობის ფონზე ჩაიარა. სხდომის გაუქმების მოთხოვნით დაწყებული პროტესტი რამდენიმე საათში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულია 30-მდე ადამიანი, მიუხედავად მოსახლეობის უკმაყოფილებისა, პარლამენტმა ცხარე დებატების შემდეგ შეთანხმება უმრავლესობით დაამტკიცა. გერმანიის კანცლერის განცხადებით ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაც შორის ერთობაა. მერკელი მხარს უჭერს ერთი სქესის წყვილისთვის თანაბარ შეღავათებს, როგორებიც გადასახადების შემსუბუქებაა. მისივე თქმით, აუცილებელია დისკრიმინაციის აღმოფხვრა, მაგრამ ამავე დროს განასხვავებს სამოქალაქო პარტნიორობას ქორწინებისგან. გამოშვების ბოლოს ტრადიციულად ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და გავიგოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში დღისით +22 ღამით, 17 გრადუსი, თეთრი წყარო +25 იქნება დღე 12 ღამით. თბილისში +22 დღისით 8 იქნება ღამით, ფონიში +28 გრადუსი დღე 14 ღამით. მარნეულში +29 იქნება დღისით 16 გრადუსი ღამით, თბილისი 29 დღე 16 ღამით. გარდაბაში +30 იქნება დღისით 18 გრადუსი ღამით, რუსთავში 30 ასევე დღისით 18 ღამით. ქრონიკა დასრულებულია, მე ხვალ საღამომდე გამშვიდობებით, ნახვამდის.